თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორი იქნება ახლო პერიოდში. ორი ვარიანტია, აირჩიეთ ერთ-ერთი, პირველი ან მეორე. თუ გინდათ ქვების მიხედვით აირჩიეთ. პირველი ვარიანტი იყოს იასამნისფერი ქვა, ამეთვისტო, მეორე თეთრი სელენიტი. დამიწერეთ კომენტარში, რომელი ვარიანტი აირჩიეთ. დავიწყოთ პირველი ვარიანტით, ვინც ამეთვისტოს ქვა აირჩიეთ. პირველ ვარიანტს ჯანმრთელობაზე რაც შეგეხებათ, შესაძლებელია რაღაც მკურნალობის პროცედურებს ან გადიხართ, ან დაიწყოთ გავლა, ან რაღაცა წამალს სვავდეთ, იღებდეთ გარკვეულ მედიკამენტებს, ჩარევებს. შეიძლება იყოს ეს. ცოტა დაბნეულები და ცოტა არეულები ხართ ჯანმრთელობაზე. შესაძლებელია აქ ფსიქოლოგიური მომენტებიც იყოს, აი მაგალითად ძილის დარღვევა ჯანმრთელობაზე, უძილობა, ცუდი ძილის ფოთვა, ნერვოზულობა, ფიქრები, გაურკვევლობები, ემოციური მდგომარეობა იყოს დაუბალანსებელი. გულის მიაქციეთ ყურადღება, გულის არეში შეიძლება გქონდეთ გარკვეული ტკივილი ან გარკვეული ჭყალვა, ან რაღაც გულის აჩქარებები. პირველ ვარიანტს კარგი იქნება თუ დაალაგებთ ამ საკითხს, გულის არე ცოტა დაზიანებულია თქვენთან და ცოტა პრობლემურია. იდეაში ვიტყოდი, რომ საშიში არაფერი არ არის, ყველაფერი რიგზე გექნებათ და ნორმალურად მიდის თქვენი ჯანმრთელობა. აქ შეიძლება ზურგის პრობლემაც იყოს ვიღაცებთან, ან ხელი გტყიოდეთ და გაწუხებდეთ რომელიმე, ხედავ ასეთი ენერგიაც არის, აი საყრდენის ეს ზურგის შეიძლება მჯდომარე სამსახურიც გაქვთ და მაგიტო იყოს პრობლემური აქ. სხვა მხრივ მეტნაკლებად ნორმალურად ხართ. რაც შეეხება მეორე ვარიანტს ჯანმრთელობას. მეორე ვარიანტს ალკოჰოლთან იყავით ძალიან ფრთხილად, მოერიდეთ ალკოჰოლის თემებს. არ არის კარგი ხა თქვენთვის ეს პერიოდი განსაკუთრებით, ან მათრობელ საშუალებებს აღარ ჩამოთვლით თქვენ თვითონ მიხვდებით რა იგულისხმება. მეორე ვარიანტს კიდე რაც შეეხება ჯანმრთელობაზე, სად არის პრობლემური ზონა, რა შეიძლება იყოს. მუხლები ან ფეხები, სახსრები, შეიძლება იყოს წელის ქვედა ნაწილი, გადაადგილების კუთხით პრობლემა. შეიძლება სადღაც მკლავების პრობლემაც იყოს, ორივე ხელის პრინციპში. შესაძლებელია იყოს ესეც, მაგრამ საერთო ჯამში რო უყურებ, არ არის ცუდი ენერგიები ჯანმრთელობით. ერთადერთი მეორე ვარიანტი ჯანმრთელობასთან მიმართებაში გთხოვთ იყავით ტრანსპორტთან და გადაადგილებებთან და საშუალებებთან. ცოტა სარისკო შეიძლება იყოს ან ტრავმული მომენტები. ამას მიაქციეთ ყურადღება. თუ მსგავსი თემა არ გათამაშდა და მგონი არ ყველასთან არ გათამაშდება, სხვა მხრივ კარგად იქნებით პირიქით, აი სიმსუბუქეს თავისუფლება შეიძლება იგრძნოთ ჯანმრთელობის კუთხით, თუ მაგალითად რაღაცა მკურნალობით ან ენერგეტიკული წმენდები გაიგეთეთ, თლად უკეთესად უნდა წავიდეს თქვენი ჯანმრთელობა. გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას.